არის დღის ამბები 10-ზე, მე ვარ ლუკა ხაჩიძე. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ამბობენ, რომ დიდი ტერორის მსხვერპლთა სამარხები აღმოაჩინეს. პროფესორი, რომელიც ამბობს, რომ ინფორმაცია სამარხების შესახებ მან თავად მიაწოდა ეპარქიას, ადასტურებს, რომ კვლევა არ ჩატარებულა და დარწმუნებით მხოლოდ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით საუბრობს. დნმ კვლევის ჩატარებას ითხოვენ რეპრესირებულთა შთამომავლები, თუმცა ეპარქიაში ამბობენ, რომ ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია რეპრესირებულებს თავად დაკრძალავს, რაც მიუღებელია მუსლიმთა თემისთვის, რადგან, როგორც ცნობილია, აჭარაში რეპრესირებულთა უმეტესობა მუსლიმი იყო. ბათუმში სავარაუდოდ სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ბათუმის მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნეშტებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მიაკვლია. 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო, ეპარქიამ რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გაავრცელა. ადგილზე, სადაც ეპარქიის მტკიცებით სამარხები აღმოაჩინეს, ახლა მხოლოდ გადათხრილი მიწაა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ეპარქიას არაერთი მოქალაქე მიმართავს დნმ ტესტის ჩატარების სურვილით. რეპრესირებულთა შთამომავლებს აინტერესებთ 150 ნეშტს შორის არის თუ არა მათი წინაპრის ცხედარიც. სიაში არის ბაბუაჩემიც მამაჩემი მთელი ცხოვრება მის სასაფლაოს ეძებდა და ვერანაირად ვერ მიაკვია. ჩვენ გვაქვს მაღალი, რომელშიც აი ასეთი იგია, რომ რეაბილიტირებული არის, განთავისუფლებულია, მაგრამ დავადებული იყო, როცა განთავისუფლდა და სახლში დაბრუნება ვერ მოახერხა და ყაზახეთში არის დასაფლავებულიო, მაგრამ სასაფლაოს ტერიტორია არ ვიცოდი. ველოდებით ყველანაირად ინფორმაციას როგორმე და თუ მივაკვლიეთ, მინდა რომ ჩვენ მამაპაპუს სასაფლაოზე გადავასვლით. სანამ დნმ-ს არ გააკეთებდნენ, მანამდე ბაბუა თუ ბაბუა, ეგ არ ვიცი, დახვრეტილება მხოლოდ ძალიან. მისი ხომ დნმ-ი უნდა გააკეთოს სახელმწიფო. დახვრეტილების შთამომავლებს აინტერესებთ, ვინ, როდის და რა ფორმით ჩაატარა კვლევა, რომლითაც დასტურდება, რომ აღმოჩენილი ნეშტები სწორედ რეპრესირებულ პირებს ეკუთვნით. იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები. ეპარქიას პასუხი არ აქვს, რაც ზუსტად იციან ისაა, რომ ეპარქია ნეშტებს დნმ კვლევას ვერ ჩაუტარებს, რადგან ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. ეპარქია 21 აპრილს გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. მათ ყველა ხელები ქონათ შეკრული და გუიებიც არის ნაპოვნი და ემჩნევა პირევაც მიცვალებულების ჩონჩხებს, რომ მათ აქვთ კეფაში. ყველას აბსოლუტურად ყველა არის დახვრეტილი და ნატყვიარი აქვს ყველას. კიდევ არის ის, რომ ჯვრები ქონდა რამოდენიმეს, მონეტებიც არის ამოღებული და ეს არის სწორედ იმ წლების მონეტები, 36-35 წლის მონეტები აქვს ყველას ჯიბეში და თუ ვინმეს სურვილი აქვს, თვითონ შეუძლია დნმ-ის ანალიზი გააკეთოს. უბრალოდ ეს არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული და ეკლესიას უბრალოდ ამ ხელას სახსრები არ გააჩნია, ახლა თვითონ აქ არის დაახლოებით 150 მიცვალებული და 150-ის ყოველ ჩაუტარებს სარწმუნოებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ უპატიოს ჩაყრილები და პირიქით ახლა ამოვასვენებთ და პატივით დავგზავნოთ. მათ პანაშვიდის გადახდარას ყველასთვის არ მოხდება, რა თქმა უნდა, ვინც მონათლულია იყო, მხოლოდ იმათი მოხსენება მოხდება და არა ყველას. ის, რომ დამატებითი კვლევა არ ჩატარებულა, ადასტურებს პროფესორი რამაზ სურმანიძე. მისი თქმით, ინფორმაცია სამარხების შესახებ მან პირადად მიაწოდა ეპარქიას. ამბობს, რომ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დარწმუნებულია, რომ ნეშტები დიდი ტერორის მსხვერპლ ადამიანებს ეკუთვნით. მივაკვლიეთ ძველ უშიშროების არქივში სიებს და აღმოჩნდა, რომ 670 კაცი დახვრეტილია ბათუმში და აქვე არის დაკრძალული. ნახეთ აგრეთვე თვითმხილველებიც, ვინც მიახლოებით იწოდა ეს ამბავი და ამავე დროს დაღუპულების ნათესავებიც. კონკრეტულად ძნელია ძალიან ახლა მაგის გარკვევა, ვინცად არის დაკრძალული, იმიტომ რომ თვითონ ეს აღრიცხული არ არის. სხვადასხვა დახვრეტილთა სია ზუსტია, აღრიცხულია. შემიძლია მთელი 670 კაცის სია მოგწეთ, მაგრამ ვინცად არის დაკრძალული, ეს ძალიან ძნელია. ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ რეპრესირებულთა უმეტესობა მუსლიმი იყო. ამიტომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენებას. ნაკაიძე მოითხოვს, რომ გადასვენების პროცესში მუსლიმი სასულიერო პირებიც ჩაერთონ. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეპარქიასთან ერთად მუშაობენ, რათა რეპრესირებულთა ცხედრების დაკრძალვა პატივით მოხდეს. მთავრობა გარდაცვლილთა საფლავების მოწყობაზეც იზრუნებს. მე ვიცი, რომ მთავრობა არის ჩართული მთლიან
მოგვიანათ ამ პროცესში და საპატრიარქოსთან ერთად და საბოლოოდ ღირსეულ პატევს მიაგებენ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თუ კი შესაძლებელი იქნება იდენტიფიცირებაც გაკეთდეს, ყველა პროცედურა რაც არის საჭირო, აუცილებლად გაკეთდება. სტალინური პერიოდის დიდ ტერორს ვერავინ გადაურჩა. რეპრესიის ტალღა შეეხო თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფის, სქესის, პროფესიის და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს. 1927-1928 წლებში 2,5 მილიონიან საქართველოში 29,051 ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. მათ შორის 14,372 დახვრიტეს, 14,679 კი გადაასახლეს. საქართველოში ამ პროცესს პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. საარქივო დოკუმენტების მიხედვით ამ პერიოდში ბათუმში 670 ადამიანი, მათ შორის 12 ქალი დახვრიტეს. გიორგი ანდრეაძემ ბიბლიური თავისუფლების საპირწონედ კატაკომბური ეკლესია დაარეგისტრირა. მიზანი ერთი აქვს, ანდრეაძეც ამბობს, რომ ორგანიზაციის მიზანი ახალგაზრდების ჯარში არ გაშვებაა, თუმცა ამავე მიზნის მქონე ბიბლიური თავისუფლება მისთვის მიუღებელია. ითხოვს, რომ რეესტრმა რეგისტრაცია გააუქმოს რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც სწორედ ჯარში გაწევის არსებული სისტემის წინააღმდეგ შეიქმნა. კატაკომბური ეკლესია გირჩის ბიბლიური თავისუფლების საპირწონედ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ანდრეაძემ მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლებს. ანდრეაძე ამბობს, რომ მისი მართლმადიდებლური ორგანიზაცია ებრძვის გირჩის სექტანტურ ორგანიზაციას, რომელიც მისი თქმით ანგრევს ქართულ ჯარს და ეკლესიისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. გიორგი ანდრეაძე მიიჩნევს, რომ ასობით ახალგაზრდას გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში წევრიანებისკენ არსებულმა კანონმა უბიძგა, სწორედ ამიტომ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობას ხედავს. გირჩის სექტანტური ორგანიზაცია არის აბსურდული ორგანიზაცია და სახელმწიფოსთვის არ უნდა გაეტარებინა რეგისტრაციაში და ჩვენ გავაუქმებინებთ სასამართლოს ძალით. გიორგი ანდრეაძე ბიბლიურ თავისუფლებას ებრძვის, გირჩი კი მას გაერთიანებას თავაზობს. ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ თუკი ორივე ორგანიზაციის მიზანი ადამიანის თავისუფლების დაცვაა, მაშინ შესაძლებელია, რომ ერთად იბრძოლონ მისი თქმით სახელმწიფოსა და საპატრიარქოს რეპრესიების წინააღმდეგ. როგორც მის რად უგეძახის ბატონია ანდრეაძე ჩვენ რაღაც სექტაზე ანტიმართლმადიდებლ ძალას, ანუ სუსტად ერთნაირი ვართ უფლებრივად და მათ შორის რეგისტრაციის საფუძველში. საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ორივე ორგანიზაცია ვიწრო ინტერესებით სარგებლობაში დაადანაშაულა. საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ მიმართვაში წერია, რომ ქვეყანამ სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემა უნდა დახვეწოს. რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში კი ცვლილება უნდა შეიტანოს, რათა გირჩს და სხვა ორგანიზაციებს კანონში არსებული ლაფსუსით სარგებლობის საშუალება არ მიეცეს. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი ორგანიზაციების შექმნის საჭიროება ჯარში არსებულმა ცუდმა მდგომარეობამ გამოიწვია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის არსებულ პრაქტიკას თავდაცვის უნარიანობის გაზრდასთან კავშირი არ აქვს. არ არიან ცუდი ის ადამიანები, ვინც ცდილობს, რომ თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, ცუდი არის თავად ის სისტემა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით დღეს არსებობს საქართველოში. ამ სისტემას სჭირდება სერიოზული რეფორმირება, მართლა თავდაცვის უნარიანობაზე ზრდაზე ორიენტირება. ადამიანებს უნდა გაუჩინოთ რეალური мотиваცია იმისთვის, რომ მათ სურდეთ, რომ ემსახურონ თავიანთ სამშობლოს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. დეპუტატებმა გაიხსენეს, რომ ჯარში მათაც მსახურეს და აღნიშნეს, რომ სამხედრო სამსახური ნებისმიერი ახალგაზრდისთვის პრესტიჟულია. გმირები იზრდებიან საქართველოში და შენ ხელს უწყობ, რომ მათ ქვეყანას არ ემსახურონ და იყვნენ დეზერტირები. აი ვინც ის შექმნა ეს გირჩია თუ ზურაა თუ ის არის პირველში ქვეყნის მოღალატე. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობაში სწორედ აი ეს ეგრეთ წოდებული ფსევდოლიბერალური თუ როგორცაც გინდა უწოდოთ, როგორც გინდა უწოდოთ, აი ესეთი დამოკიდებულება, პრო ნიჰილისტური დამოკიდებულება ეროვნული სადმე მართლმადიდებლურისადმი, მაინც და მაინც ჩვენ დღეს არ წაადგება, ჩვენი ერის მომავალს არ წაადგება. გირჩმა რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება 2017 წელს დაარეგისტრირა. ამ დროისთვის ორგანიზაციაში სულ მცირე 12,000 ახალგაზრდაა გაწევრიანებული. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მირაკლი სესიაშვილმა ბიბლიური თავისუფლების საწინააღმდეგო კანონპროექტი შეიმუშავა და 2019 წლის მარტში პარლამენტში დაარეგისტრირა. თუმცა საკანონმდებლო ორგანოსა და მის გარეთ დაწყებული დისკუსიის შემდეგ თავადვე მოითხოვა შეჩერება. კატაკომბური ეკლესია მეორე ორგანიზაცია იქნება, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მაპის არ მინიჭება შეცდომა იყო. ვრცელ წერილში, რომელიც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ალიანსის 70 წლის იუბილეს მიუძღვნა, გვითხოვთ, რომ საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოს შეუძლია გამოიყენოს კვიპროსის ევროკავშირთან მიერთების მოდელი. კვიპროსი ევროკავშირის წევრია, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ვრცელდება, რომელზეც კვიპროსის მთავრობას აქვს გავლენა. ბუქარესტის სამიტიდან 11 წლის შემდეგ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იმ შეცდომას აღიარებს, რომელიც ალიანსის წევრებმა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში სამოქმედო გეგმის მაპის არ მინიჭებით დაუშვეს. ანდერს ფოგ რასმუსენი ალიანსის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წერილში წერს, რომ ყოველთვის როცა ნატო ყოყმანობდა, რუსეთი მოქმედებაზე გადადიოდა. 2008 წლის აპრილში, როცა ნატოს მოკავშირეები ბუქარესტში შევიკრიბეთ, რათა სამოქმედო გეგმის მაპის საქართველოსა და უკრაინისთვის მინიჭების საკითხი განგვეხილა, გერმანიის და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე გადავდეთ. ჩემი აზრით ეს შეცდომა იყო. სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოში შეჭრის ბრძანება გასცა და მას შემდეგ რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული. ყოფილი გენერალური მდივანი აგვისტოს ომის შესახებ წერს და იხსენებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გაფრთხილებას, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრას მომავალში უკრაინა მოჰყვებოდა, თუმცა ადრეული გაფრთხილების ეს წითელი ნიშნები შეუმჩნეველი დარჩა. მე გადავხედე 2008 წლის ნატო-რუსეთის შეხვედრის ჩანაწერებს და აღმოვაჩინე, რომ პუტინმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც შემდეგ ყირიმის ანექსიაში აისახა. მეტიც, საქართველოში შეჭრის დროს პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე უკრაინა იქნებოდა, მაგრამ მაშინ ეს ადრეული წითელი ნიშნები შეუმჩნეველი დარჩა. რასმუსენი სტატიაში წერს იმაზეც, რომ ნატოს შეუძლია გამოიყენოს კვიპროსის ევროკავშირთან მიერთების მოდელი და ანალოგიურად სამხედრო უსაფრთხოების გარანტიების შექმნას საქართველოსა და უკრაინის მთავრობების მიერ კონტროლირება ტერიტორიებზე. უნდა დავგმოთ ასპირანტი ქვეყნების განუსაზღვრელად ღრმა გაყინვა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სტრატეგიული მოწინააღმდეგე დამშვიდდეს. კრემლის მიზანი ამ ქვეყნების პროგრესისთვის ხელის შეშლა. თუ ამას დავუშვებთ, ჩვენს მოვალეობას უგულვებელყოფთ. საქართველოსთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს არც ამჯერად უპასუხა. რასმუსენის განცხადება თავბატონო სალომე შეიძლება ნატოსთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეფასებით ანდერს რასმუსენის განცხადება არის შეხსენება კრემლისთვის, რომ მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, საქართველო ყოველთვის მზად არის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. საქართველოს კვიპროსის მაგალითზე ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში კი ოპოზიციის განცხადებით ქვეყანა შეძლებს საერთაშორისო თავდაცვითი ქოლგის ქვეშ ყოფნისას. ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღადგინოს. პოლიტიკოსთა ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მუხრან მაჭავარიანს სულხან-საბა ორბელიანის ელჩობასთან დაკავშირებით აქვს ესეთი სიტყვები ნათქვამი. საფრანგეთს ვთხოვოთო გვიშველოს სასაცილოა, შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია. რასმუსენის ეს განცხადება ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო ფეხზე ჰკიდია. კვიპროსის მაგალითი ჩვენთვის საინტერესო იმ თვალსაზრისით არის, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველოს ბუნებრივია იღებენ და უნდა მიიღონ და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს და ეს არც განიხილებოდა არასდროს, საქართველოს იმ საზღვრებში, რა საზღვრებში ჩვენ ვართ აღიარებული, თუმცა უკვე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანების პროცესი ეს უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომელიც ბევრად უფრო გაგვიადვილდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საერთო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ანუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები სრულფასოვნად გავხდებით. რანაირი გზაზეც არ უნდა იყოს საუბარი, არაფერი არ გამოვა, თუკი ჩვენი ქვეყნის მთავრობა, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას მთავრობა წარმოადგენს, მთავრობა არ დაიწყებს აქტიურ კამპანიას, პოლიტიკურ კამპანიას მთავარ დედაქალაქებში ნატოს წევრი სახელმწიფოებისა.
რასმუსენის ღია განცხადება საქართველოს შესახებ პოზიტიურ გზავნილად აფასებენ პოლიტოლოგები. მათი თქმით, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის წერილი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებებზე. საქართველოს მაპის მინიჭებით კი რუსეთის გავლენას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად შეასუსტებს. არსებობს რუსული პროპაგანდა და ამ რუსული სამწუხაროდ ამ რუსული პროპაგანდის განხმოვანებლები საქართველოში, რომლებიც საუბრობენ თითქოს ასე დგას არჩევანი, რომ ამ ტერიტორიები ამ ნატოში გაწევრიანება, რაც არის აბსოლუტური სიცრუე და არის რუსული პროპაგანდის პროდუქტი, ასეთ დაყენება საკითხის. მე ვფიქრობ, რომ პირიქით და მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმისათვის, რომ უფრო ინტენსიური გახდეს სამშვიდობო პოლიტიკა იმისათვის, რომ რეინტეგრაცია განხორციელდეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ნატოს წევრობა ნიშნავს, რომ დასავლეთი რაღაცნაირად პასუხისმგებლობას ინაწილებს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ნატოს წევრობა არანაირად არ გვიბიძგებს ჩვენ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ, ანუ ვაღიაროთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად, ან თუნდაც შევეგუოთ ამ რეალობას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს და ნატოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ნატოს 70-ე წლის თავთან დაკავშირებით მიძღვნილ წერილში წერს. ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის პოზიციას 2009 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა. მას ამ პერიოდში არაერთი განცხადება გაუკეთებია იმის შესახებ, რომ საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების საკითხებში და იმსახურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაწევრიანებას. ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დაკავებულს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას წაუყენებენ და გასათავისუფლებლად გარკვეული თანხა იქნება საჭირო, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გელა როსტობაიას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მკვიდრი 40 წლის გელა როსტობაია გუშინ საღამოს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით ოკუპანტების მიერ მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა მდინარე ენგურზე თევზაობდა. აქეთ არიან გადმოსულები, ეს თევზაობდა აქეთან ნაპირზე, ნაპირიდან იმ ბორდერამდე არის სადღაც 100-150 კილომეტრის მეტრო და ეს თევზაობდა ჩვენსკენ აგერ ნაპირზე და ისინი გადმოვიდნენ აქეთ და დაუძახეს ზეთყობა და დაიჭირეს. მე არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ჯარიმა ან რამე რომ მომთხოვონ და რომ გადავიხადო, არა, აგერ ხედავთ რაც აგვაგდა, როგორც ცხოვრობთ და არც ერთი არ მუშაობთ ოჯახის წევრები არაფერი და დახმარებას ვითხოვ თუ ვინმეს რამე შეუძლია ჩვენი მთავრობისგან. გალში ჩაიყვანეთ და გალის პოლიციის სამმართველოში არის იზოლატორში მოთავსებულია. ასეთი ინფორმაცია მივიღეთ და იმას ალბათ სასამართლო და მე ფული იქნება გადასახლებული ახლა იმას ასე რომ არ გამოუჩვენებენ აქ. ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატთან ერთად მივიდა. ლევან ჩხეიძის თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ რეალური იყო თუ არა ინფორმაცია, რომ მას ანა ბაგრატიონზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე არსებული მასალები ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით მას მხოლოდ ის მასალები აქვს, რაც სამოქალაქო საქმის ნაწილია, მაგალითად ექსპერტიზის დასკვნა. მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველოს რამდენიმე დღის წინ დატოვა, მას ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს. გამოძიებას ჰქონდა შეკითხვები პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. ძირითადად ეს ეხებოდა ადვოკატ ლევან ჩხეიძის მიერ საქმის მასალებთან სტომის საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა აუხსენით, რომ არანაირი სისხლისამართლის საქმის მასალებთან სტომა შეუძლებელი იყო, რომ ქონდა და არც ქონდა. იყო კიდე სხვა დეტალები, რომელთა ეხლა კამერების წინ გახმაურებისგან ბუნებრივია თავ შევიკავებ. ერთ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საკითხზე, ყველა შეკითხვაზე გაეცა პასუხი და ამ წუთში შეკითხვები ამოწურდა. ჩვენ თავისდან მართლა დავიკავშირდნენ გამოკითხვასთან დაკავშირებით. მე ეს დაკითხვა გადაიდო, იმიტომ რომ ქალბატონიანა იკითხებოდა და 3 დღის განმავლობაში და ამის შემდეგ უკვე აღარავის დაუბარები ვარ და ეს იყო გასარკვევი. მეორე მომენტი იყო გასარკვევი ის, რომ
უშუალოდ ესე იგი გავცელდა საიდანაც ინფორმაცია, თითქოს მე ჩამივარდა ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები. რაც არ შეესაბამება სინამდვილეს აღნიშნული განუმარტე გამოძიებას. აღნიშნული სისხლის სამართლის ესე თქვათ საქმეში არსებული მტკიცებულება ფიგურირებს სხვა ორ სამოქალაქო საქმეში, სადაც მე მონაწილეობ ადვოკატად. შესაბამისად შეფასებებს რომ ვაკეთებდი ამ მტკიცებულებაზე, გაუჩნდათ ვარაუდი რომ ხომ არ ჩამივარდა ეს საქმის მასალები მე სისხლის სამართლის საქმეში. ეს მტკიცებულება ფიგურირებს საინფო ტიტულების გაყიდვის საქმეში და ქონების გაყიდვის საქმეში. ქართულმა ოცნებამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა. დადიანების სასახლეში შეკრებილ მოქალაქეებს კანდიდატი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ და ზვია ძიძიგურმა წარუდგინეს. პრემიერის თქმით, შენგელია მოქალაქეების რჩევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შეარჩიეს. პროფესიონალიზმი, სუფთა წარსული და ქალაქის სიყვარულის პრინციპებია, რომელთა გათვალისწინებითაც პრემიერის თქმით შენგელია შეირჩა. ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან წარდგენისას ხელისუფლებაში მოსვლის მე-7 წლის თავზეც 9 წლიან რეჟიმზე ისაუბრა. ზუგდიდში მერის არჩევნებისთვის მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების პოლიტიკურმა და გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ წარადგინეს. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. მოქმედმა და ყოფილმა მთავრობის მეთაურებმა გიორგი შენგელიას წარდგენისას ზუგდიდის განვითარებაზე ისაუბრეს. მამუკა ბახტაძემ ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და მოსახლეობას დაპირდა, რომ ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება. ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა კი ოპოზიციას დესტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებს. აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში. მე გპირდებით, რომ სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც უკავშირდება განათლებას. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი. ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ზურფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე ძალიან გაანაწყვეტა, ძალიან გაამწარა. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მერიის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს. მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენ საჭიროებებს. ქართული ოცნების ყველა ლიდერმა გამოსვლების შემდეგ დადიანების სასახლე მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. თუმცა მოგვიანებით მამუკა ბახტაძის Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მხარდამჭერებს ხვდებოდა და მათთან ფოტოებს იღებდა. კვლავ აქტუალური იყო დღეს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმე, რომლის გამოძიებისკენაც ევროპარლამენტარები პრემიერ-მინისტრსა და პროკურატურას მოუწოდებენ. ზუგდიდში მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ როგორც მის, ისე სხვების კითხვებს ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხს გამოძიება გასცემს. მე ძალიან წუხარ ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ეს ოჯახი ახლობელი ოჯახია ჩემთვის და ძალიან ადამიანურად განვიცდი ამ ტრაგედიას. და როგორც რიგით მოქალაქეს შეიძლება გარკვეული შეკითხვების ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს, გაეცემა პასუხი. გიორგი შენგელია პოლიტიკაში საბანკო სექტორიდან გადმოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით არჩევნებამდე მისი ზუგდიდის მერიაში დასაქმება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უკავშირდება, რომელსაც ოპოზიციის მტკიცებით არჩევნებისთვის ზუგდიდის რეგიონი აქვს ჩაბარებული. დღეს ზუგდიდში ოცნების მერობის კანდიდატმა გახარიასთან კავშირი უარყო. მე ვარ ქართული ოცნების კანდიდატი, ვიცე-პრემიერს ვიცნობ როგორც მთავრობის ერთ-ერთ ღირსეულ წევრს. ეს არის კომენტარი ჩემი ამ შეკითხვაზე. ზუგდიდელებს არჩევნების შემდეგ ცვლილებების იმედი არ აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური გუნდები სწორედ მერის შუალედური არჩევნების გამო გააქტიურდნენ და როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე საკანალიზაციო მილებისა და ზუგდიდის ბაზრის პრობლემაც კვლავ გადაუჭრელია. გზები პირველ რიგში, კანალიზაცია მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. გაახსენდებათ ხალხის გაჭირვება არჩევნების წინ. საერთოდ ყველაზე უყურადღებოდ არის სამეგრელო. ბაზრის პრობლემა რამდენჯერიდანი ვინც. რატომ უნდა ააყენო ეს ხალი აგერს ის?
რაღაცა ორი თეთრი თავის შვილის მაშინ მიეცი 1000 მანეთი. ბაზარს ეს საუკუნის პრობლემაა აქცენტში რო არის და თუ გადაიტანებენ ისიც არ არის ცუდი. მერის არჩევნების ჩადარება ზუგდიდში საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მერი ლაშა გოგია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გოგია ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება, ზუგდიდელები კი ახალ მერს 19 მაისს საირჩევენ. შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად ნაციონალურმა მოძრაობამ ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა. მხარდამჭერებს კანდიდატი პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხულოს თეატრის შენობაში წარუდგინა. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს 2 მოწვევის საკრებულოს წევრია. ხულოში ყოფს შესანიშნავი კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, რომელიც ყოველთვის იკეთდა დაბას, მოიგებს ხულოსაც და მოიგებს იმისათვის, რომ აქ დააბრუნოს პატიოსნება, განვითარება და მოქალაქისადმი ყურადღება დააბრუნოს ადგილობრივ თვითმმართველობაში. მეორე ტურმა აჩვენა, რომ ხალხის განწყობა არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგოდ. ანუ შანსი იმისა, რომ ჩვენ ეს არჩევნები მოვიგოთ ძალიან მაღალია, ამიტომ ვიბრძვით ბოლომდე და ჩვენ ამ არჩევნებით საბოლოო ჯამში საქართველოში გადავტეხავთ ივანიშვილის მავნებრივ ხელისუფლებას. მას მოგებული აქვს ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულო მაჟორიტარული წესით ერთხელ მეორეჯერ ის დღესაც მოქმედი წევრია ხულოს მუნიციპალიტეტის. ეს აქტიური კაცია, კარგად იცის მთლიანად აქვს შესწავლილი მისი დღევანდელობა, შესაძლო პერსპექტივები, პოტენციალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის არის ალტერნატივა. მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 1 წელზე მეტია ალგეთი წყლის გარეშე ცხოვრობს. სასმელი წყალი სოფლის მხოლოდ ნახევარ მოსახლეობას მიეწოდება და ისიც გრაფიკით. ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ადგილობრივებს მარნეულის მერობის კანდიდატთან ერთად შეხვდა. დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საქართველო ოფიციალურად მიმართავს ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. 2018 წლიდან წყალი, აი ცოტა პრობლემები გვაქვს სასმელი წყლით. ტაჩკით ვეზიდებოდი, აი ესე იაშიკი მედგა და ჩავდგავდი ხოლმე შტოფებს და ესე მომქონდა ხან მეზობლებიდან, ხან სხვა სოფლებიდან და აი ესე ვწვალობთ. სარწყავი წყალიც არ მოდის, რომ აი აავსო და აი ან პოლიმორეცხო, ან სარეცხი და რეცხო. არა მარტო ამ სოფელში, არამედ 4 სოფელში აქ მარტო ამ არხით მარაგდება სარწყავი წყლით და ჩვენ მთელ მარნეულის რეგიონში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით არაფერი არ გაკეთებულა. ამ კონკრეტულ რაიონთან დაკავშირებით აუცილებლად ევროპული საქართველო ამ თემაზე მიმართავთ ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრებს და მოვითხოვთ მათი წყლის პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პრობლემა უფრო დიდია და ამ პრობლემიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: სახში გავისტუმროთ უმაქნისი ხელისუფლება. დავით მაღრაძე 13 აპრილს ფილარმონიაში ელოდება ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის ღირებულებითი ზღვარი წაიშალა. დავით მაღრაძის მოძრაობა ცნობილია, რომ უერთდება ქართული ოცნების მოქმედი წევრი საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი. 13 აპრილს დაგეგმილ შეკრებას ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეებიც დაესწრებიან. ამ დრომდე ქართული ოცნების დეპუტატი საკრებულოში ჯაბა ჯიშკარიანი დავით მაღრაძის თანამოაზრე ხდება და დაიცავის საქართველოს რიგებს უერთდება. ამ ნაბიჯისკენ ქართული ოცნების აქტიურ წევრს მისი თქმით, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებმა უბიძგა. გარდა ჯიშკარიანისა, ეგრეთ წოდებული მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის განქვეყნის დაცვა ფილოსოფოსმა ლევან შატბერაშვილმაც გადაწყვიტა. ყოველდღიურ ბარიერად ქვეყანაში მხდება ნაცმოძრაობის ის ნარჩენები და ის ზონდერები, რომლის რეანიმაციას აქვს და გამოცოცხლების მცდელობა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ იქცნენ ჭყალებში პალაჟენეცები, ვანო ზარდიაშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე. რატომ ვებრძოდით ჩვენს 2006-ში მურუსიძეს და დღეს რატომ არის ის კარგი? აქ მოსვლის მიზეზი არის უკმაყოფილება დღევანდელი საქართველოს მდგომარეობით. იმ მდგომარეობით, რაც დაკავშირებულია სამართალთან, რომელიც მოიცავს ბევრ საკმაოდ ბევრ პლასტს. საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი დავით მაღრაძე დღეს ამბობს, რომ ქვეყანა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისგან უნდა დაიცვას. მისი თქმით, ის თავისუფლებისთვის ბრძოლას იწყებს და ამ ბრძოლაში იწვევს ყველას, ყოფილ და მოქმედ ქართული ოცნების დეპუტატს.
წინ და წინ იმიტომ ხდება ეს შეკრებები, რომ ჩამოყალიბდეს ყველაფერი, ვიფიქროთ ყველაფერზე და ღირსეულად წარსდგეს ჩვენი ამომრჩეველი თავისი პოლიტიკური შემადგენელით იქნება თუ თავისი ფიქრით თუ თავისი წუხილით თუ თავისი იმედით, რაც თავარია 2020 წლისთვის. რა ფორმით ამას დრო გვაჩვენებს. 13 აპრილს 2 საათზე ფილარმონიაში მაღრაძის ფართომასშტაბიან შეკრებას ქართული ოცნების ის ყოფილი დეპუტატებიც დაესწრებიან, რომლებმაც მართვალი ძალის რიგების სწორედ მოსამართლეთა სიის გამო დატოვეს. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები საზოგადოებრივ მოძრაობასთან საერთო პოლიტიკურ მომავალზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ იდეა სამართლიანობისთვის ბრძოლა მათ საერთო აქვთ. მოძრაობაში არ მინდა რაღაც განსაკუთრებული მიწვევა, სულ ვიყავი ამ პროცესში. მე მგონია საზოგადოებრივ მოძრაობა დარჩება, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჭირდება ქვეყანაში ცვლილებებს, ამისთვის ჩვენ მემზადებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ვაპირებთ, რა თქმა უნდა, პროცესის საომავლოდ პოლიტიზირებას და მის პოლიტიკურ არხებზე გადაყვანას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საომავლოდაც დავრჩებით თანამოაზრეებად. რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ მართულ გუნდში თანაგუნდელების გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დავით მაღრაძეს. პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი საკუთარი თანამებრძოლის ჯაბა ჯიშკარიანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ჯაბა ჯიშკარიანი, ქართული ოცნების წევრი, ასევე საკრებულოს წევრი, შეუერთდა მაღრაძის გუნდს. რას ნიშნავს ეს? მე არ მაქვს ინფორმაცია. შეძლებს თუ არა დაიცავი საქართველო იყოს მესამე ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ექსპერტებს ამაზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ ამისთვის მათ ბრძოლა თაკო ჩარკვიანის კანონი და სამართალთან მოუწევს. ნახეთ, ბევრი ახალი შექმნილი პარტია, მაგრამ ძალიან ცოტა აჩვენა, რომ მას შეუძლია კონკურენტული, ასე ვთქვათ, ძალა გახდეს. არ ჩანს, რატო უნდა აჯობოს დავით მაღრაძის პარტიამ, თქვათ, თაკო ჩარკვიანის პარტიას ან ნებისმიერ სხვა პარტიას. კიდევ ვინ აპირებს მაღრაძესთან ერთად საქართველოს დაცვას და ვიხილავთ თუ არა დამცველთა რიგებში ქართული ოცნების ძველ სახეებს. ამ კითხვას პასუხით 13 აპრილს დაიცავი საქართველოს შეკრებაზე გაეცემა. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა რუსთავში გამართეს. ისინი საჯარო მოხელეებს და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გააცნეს საკუთარი კანონპროექტის დეტალები. მათი შეფასებით ქართულმა ოცნებამ ისეთი საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა, რაც მოსამართლეების გამჭვირვალედ შერჩევის პროცესს ვერ უზრუნველყოფს და კლანის გაძლიერებას ემსახურება. გადავწყვეტეთ, რომ ამ შეხვედრების მთავარი გზავნილი მივიტანოთ ხალხთან და უთხრათ, რომ ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას უნდა ყავდეს ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში კარგი, კვალიფიციური, დამოუკიდებელი, სამართლიანი მოსამართლეები, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოზიცია იყოს თანხმედრაში ჩვენი მოსახლეობის პოზიციასთან. აუხსნათ მათ, რა არის ის ახალი კანონპროექტი, რომელიც ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ და რომლის განხილვას ვითხოვთ და რატომ ჯობია ის იმ პროექტს, რომელიც წარადგინა ირაკლი კობახიძემ და მისმა ჯგუფმა. ჩვენ გეგმავთ გავაცნოთ ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან აინიცირებული, ვისაუბროთ იმ პრინციპებს, რომელიცაც არის დაფუძნებული ეს კანონპროექტი და უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის საინტერესოა საზოგადოება რამდენად არის დაინტერესებული ამ საკითხებით. ჩვენ დავიწყეთ საჯარო შეხვედრები ჩვენი კანონპროექტის განსახილველად ამომრჩევლებთან, მოსახლეობასთან. ჩვენი მიზანია, რომ დავანახოთ ის უპირატესობა, რომელიც აქვს ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს სხვა ალტერნატიულ კანონპროექტებთან მიმართებაში და განსაკუთრებით კობახიძის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თქვენ ხედავთ ძალიან დიდ ინტერესს, მიუხედავად ამინდისა, ცუდი ამინდისა, 150 კაციანი დარბაზი არის სავსე.
კახაკალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა საპროტესტებენ ლეიბორისტული პარტია და ტაქსის მძღოლები. კალაძეს მიაჩნია, რომ პარტია ცდილობს ტაქსის მძღოლების შეცდომაში შეიყვანოს. ლეიბორისტული პარტიის წევრთან ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად დღეს ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია ბრიფინგი გამართეს. მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას ისინი 11 აპრილს აღმაშენებლის ხეივნიდან დაიწყებენ და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაასრულებენ. დღევანდელ გამაფრთხილებელ აქციაზე ტაქსის მძღოლებმა მერიის ახალი რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მათ ავტომობილების თეთრად გადაღებვა მოუწევთ. გადაუვადოთ ეს ამბავი ისე როგორც აი ტექნიკურ დათვალებზე რომ გააკეთეს, გუშინ გამოაცხადა მერიამ, რომ 126-მა ტაქსისტმა აიღო ვაუჩერიო. დაიმახსოვროს სამთავრობამ 126 ხმა ექნებათ არჩევნებზე, მეტი არა. ავირჩიეთ რომ ემართა ეს ხალხი, კი არ ეძარცვა. არავითარ რეგულაციებს არ ვაპროტესტებთ. ჩვენ ვიძახით იმას, რომ მოგცენ საშუალება, მოგცენ გარკვეული ვადა იმისათვის, თუნდაც ის 2 წელიწადი 21 წლამდე, იმისათვის, რომ ჩვენ მოვეგოთ გონს და რაღაცა შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერი მიდის ჯერჯერობით ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, მაგრამ შევხედავთ რა იქნება. ტაქსების მონოპოლიის შექმნას არ დაუშვებთ. ჩვენ კვლავ აგრძელებთ ბრძოლას საიმისად, რომ გაუქმდეს ტაქსისტების დევნისაგან მიმართული იძულებითი რეფორმები. მათ შორის პირველ რიგში იძულებითი გადაღების საკითხი მოიხსნა დღის ეს რიგიდან. მოთხოვნა არის პრინციპული, ეს ადამიანები შრომობენ საკუთარი ოჯახების განსარჩენად. მე გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი ვერ გავიგე რა საპროტესტოს ეს ადამიანები, იმიტომ რომ რასაც სოციალურ და ფინანსურ დატვირთვას უკავშირებდნენ ეს ადამიანები, არაფერი არ არის ეგეთი. გადაღების ხარჯები იყო, მათ არაფერი, არც ერთი თეთრი არ აქვს გადასახდელი. თუ გადაღებაა პრობლემაა, კი ბატონო გადავაგრათ, ესეც არ არის ჩვენთვის პრობლემა. გაუგებარია ჩემთვის რა საპროტესტოს. ძალიან მარტივია, ეს არის ლეიბორისტული პარტიის ასე მცდელობა, რომ ეს ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და ბოროტად გამოიყენონ. დიდი ღომში მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივებმა კომპანია აკას მიერ დაწყებული სამუშაოები გააპროტესტეს. კომპანია ადგილზე კორპუსის აშენებას გეგმავს. ქუჩის მაცხოვრებლებს პრეტენზიები აქვთ მერიასთანაც. რატომ გაიყიდა ტერიტორია, სადაც ადრე სტადიონი იყო, მათთან შეთანხმების გარეშე. მერიაში განმარტავენ, რომ მიწა 2016 წელს გაიყიდა და კომპანიამ კორპუსის მშენებლობის პარალელურად სტადიონისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობის ვალდებულებაც აიღო. მერიაში ამბობენ, რომ კომპანიას მხოლოდ ნებართვის ფარგლებში შეუძლია მშენებლობა. ახალი მახინჯის შენობების დადგმას აპირებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. 1 წელია ვიბრძვით. ჩვენ მივდივართ მერიასთან, თანამშრომლობთ ქალაქის გენერალური გეგმის ავტორთან, იურისტებთან და ვიბრძვით სამართლებრივი წესით. ისინი ბრძვიან ფულებით. მთელი ქუჩა იყო რეკრეაციული ზონა. ნუ ეხლა შეიძლება უბრალოდ ესე ქართველი არ უნდა იყო. რომ ეგ გამტერი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო. ჯერ უნდა იცოდე ფარნავაზი ვინ იყო. ფარნავაზი ვინ იყო, მეფე ფარნავაზმა რა გაუკეთა ჩვენ ხალხს და რა გააკეთა, ეგ უნდა იცოდნენ. იცით რა ვაიტერსეთ? მე უნდა იცოდნენ, ხო, გიორგი მწყენა, ეს არის სამეფო უბანი. არ ვიცით რა საპირებენ, იქ კედელზე აქვს გამოკრული რაღაცა, ვისი დამტკიცებული არ ვიცით. სანამდე მოდის ეს მშენებლობა არ ვიცით და დიღომს არც ერთი პარკი დასასვენებელი არ აქვს. ნუ შეიძლება ასე. ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკომიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ქარხნის წარმადობა იქნება 40,000 ავტომობილი, საიდანაც 20% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20,000 ავტომობილი ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში. მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება. ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში. მე მინდა ქუთაისლებს მიულოცო ეს დიდი ამბავი.
საქართველოს საპატრიარქო განმარტავს, რას გულისხმობს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ვიდეო მიმართვაში იმედს გამოთქვამს, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის საქმეში. ცხოვრებაში ვკითხულობ ჩემს. და შემდგომად ამაღლებისა უფლისა რაჟამს წილს ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა. ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითყოფადობა და განვითარდეს. სწორედ აი ამას ემსახურება ამ დღესასწაულის დაწესება, მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გააცნობიერებს ამ პასუხისგებლობას, ქვეყანა დაძლევს ყველა იმ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას, რომელიც მის გზაზე წარმოიქმნება. ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში 44 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მედლებისთვის 400-მდე სპორტსმენი იბრძვის. საქართველოს სახელით 13 ძალოსანი იასპარეზებს. ძალოსნობაში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი კი 13 აპრილს გაიმართება. ასეთი ტიპის ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ყველა კუთხით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საერთაშორისო სპორტში უკვე ჩვენ ადგილს ვიკავებთ, ევროპაში ჩვენ ადგილს ვიკავებთ, ვიბრუნებთ უფრო სწორედ. ეს არის ჩვენი აღიარება, არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, მაგრამ საერთოდ როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რომ გამართოს ასეთი საერთაშორისო ღონისძიებები და ეს ეხება პირველ რიგში ბათუმს, რომელმაც უკვე მოიპოვა ეს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე შეკრებილებს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ქართველი სპორტსმენების წარმატებაც გაიხსენა, თუმცა პრეზიდენტმა ოლიმპიური მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ლაშა თალაკვაძედ მოიხსენია. We all know by now the name of Lasha Talakwadze, which is Georgia's most prominent in this sport. საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.